გამარჯობათ, მოგესალმებით. მე დღეს გასწავლით თუ როგორ შეგიძლიათ თქვენ დაარეგისტრირდეთ მასწავლებლებ წერტილ-იგ-ზე, მიიღოთ წვდომა განცხადების განთავსებისათვის და შემდეგ განათავსოთ თქვენი განაცხადი. პირველ რიგში შევდივართ საიტზე, რა თქმა უნდა. შემდეგ პოულობთ ლოგინის ხილაკს, რომელიც არის ზემო მარჯვენა მხარეს. ვაწვევით ლოგინს, ტელეფონის თუ თქვენ იყენებთ ტელეფონს დასარეგისტრირებლად, თქვენთან იქნება მოცემული 3 ხაზი, რომელსაც დააწვევით და იქვე იქნება ზემო ცენტრში ლოგინის ხილაკი. დავაწვევით ლოგინის ხილაკს, გადავდივართ შემდეგ გვერდზე, სადაც ჩვენ შეგვიძლიათ რომ ჩვენ უკვე არსებულ აკაუნტზე შევიდეთ, მაგრამ თუ არ გაქვთ აკაუნტი აქამდე, ეს არ იქნება პრობლემა, რადგან შეგიძლიათ თქვენ რეგისტრაცია გაიაროთ Google-ით ან Facebook-ით, რომელიც არის დაბლა, აი აქ ორი ღილაკი და ამ ორი პლატფორმით რეგისტრაციის გავლა არის საკმაოდ მარტივი, დააწვევით შეიყვანოთ თქვენს აკაუნტს და უკვე საიტის წევრი გახდებით. მე მინდა რომ აგიხსნათ თუ როგორ შეიძლება მესამე გზით დარეგისტრირება საიტზე და თვითონ საიტზე რეგისტრაცია. ესენც იგივე ფუნქცია აქვს Double Towers, მაგრამ თუ გსურთ რომ მესამე გზით დარეგისტრირდეთ, დააწვევით ამას. იპოვით რეგისტრაციას ლოგინის ქვეშ, აქ დააწვევით რეგისტრაციას და გადახვალთ შემდეგ გვერდზე, რომელიც არის რეგისტრაციის გვერდი. შეიყვანთ თქვენს მონაცემებს. შეიყვანთ თქვენს ახალ პაროლს, რომელსაც დაიმახსოვრებთ, რადგან შემდეგში მოახერხოთ ამავე აკაუნტზე შესვლა და არ მოგიწიოთ რომ ახლიდან გაიაროთ ეს პროცესი და ახალი აკაუნტის შექმნა მოგიწიოთ. დაიმახსოვრეთ პაროლი, მონიშნეთ ეს ხილაკი და დააჭირეთ რეგისტრაციას. ამის შემდეგ, რეგისტრაციის დაჭერის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ამ ეკრანს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დააფიქსიროთ, რომ მართლაც თქვენი ხართ, თქვენ იყენებთ ამ იმეილს. მოგივათ 6 ციფრიანი კოდი მეილზე, გადავდივართ მეილზე და ველოდებით ჩვენს კოდს. აი, ესე მალე მოვიდა ჩვენი კოდი. ვიღებთ ამ კოდს, ვაკოპირებთ, რა თქმა უნდა. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ესე გადაიტანოთ. ვაკოპირებთ კოდს, ან ესე გადაგვაქვს, ჩავაგდებთ აქ და დავაწვევით დათანხმებას. რის შემდეგაც ჩვენ უკვე საიტის წევრები ვართ. და აი უკვე წვდომა აქვს მასწავლებელს. თქვენ ასევე მიიღებთ მეილზე მესიჯს, რომ მიიღებთ თქვენ წვდომა. გადავიდეთ განაცხადის დამატების გვერდზე და აქ ნახეთ უკვე აქვს წვდომა ამ აკაუნტს და შედის ამ გვერდზე. და აქ შესვლის შემდეგ თქვენ შეგვიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ინფორმაცია. კრინას ღაიძე 125 ლარი, ასე ვთქვათ. აქ ჩავწერ შემთხვევით ტექსტს. ასე იყოს. ჩავწერ ჩვენს საკონტაქტო მეილს. შევიყვანთ რაში ვამზადებთ ჩვენ, მე ვამზადებ თქვათ ენის შესწავლაში, შევიყვანოთ გერმანულ ენას, ინგლისურ ენას და ავირჩევ დღეებს, ასევე ავირჩევ ჩატარების ფორმატს, რომელიც იქნება offline გაკვეთილის ჩატარებას. გაკვეთილის ჩატარება მოხდება ამ ვარიანტისთვის, შემთხვევაში ვთქვათ, რომ ჩვენ ვატარებთ ინდივიდუალურად, ანუ მოსწავლე მოდის ჩვენთან და ჯგუფში არის მხოლოდ ერთი მოსწავლე. შემდეგ გადავდივართ დაბლა სოციალური მედიის ლინკებზე, რომლებიც შეგვიძლიათ ჩავწეროთ ჩვენი სოციალური მედია პროფილის ლინკი ჩავსვათ აქ
რათა მოსწავლემ ადვილად შეძლოს, რომ თქვენ დაგიკავშირდეთ. ეს არის არასავალდებულო, მაგრამ სასურველია, რომ გქონდეთ ერთ-ერთი ლინკი მაინც. შევიყვანოთ ჩვენი მისამართი, ეს მისამართი, რომელიც ამ გრძელ ველშია შესაყვანი, ეს უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო თქვენს სწავლების ლოკაციასთან, რადგან როდესაც აქ შეგყავთ მონაცემი, ეს მონაცემი აისახება რუკაზე და რუკის საშუალებით მოსწავლე ადვილად შეძლებს, რომ თქვენ გიპოვოთ და თქვენი ლოკაცია უფრო ადვილად იპოვოს და ნახოს, რამდენად ხელმისაწვდომია მისთვის. რა თქმა უნდა, აქ შეგყავთ ჩვენი შეიძლება ახლო მონაცემი, ამ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ავირჩევ მცხეთის ქუჩას და ეს ქუჩა შეგიძლიათ იპოვეთ Google Maps-ზე გადასვლით, ან Google-ის რუკებზე გადასვლის შემდეგ მიაახლოვებთ და იქ თქვენს ქუჩას ეწერება სახელი და იგივე ქუჩას იყენებს ეს ველი. აირჩევთ ქუჩას, ჩაწერთ ქუჩის სახელს. სამხედროს ქუჩა 11, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე ახლო ქუჩა. ჩავწერთ მცხეთას, აი მცხეთა ავირჩიე. რაიონში ავირჩევ 3 წერტილს, რათაც არიელი დარჩეს. გამოცდილება იყოს 3 წელი, გაკვეთილის ჩატარების დრო 60 წუთი და რადგან უკვე ვთქვით, რომ ინდივიდუალური იქნება და მოსწავლე ჩემთან მოვა, ავირჩევ 1-ს. თუ თვითონ მე მივდივარ მოსწავლესთან, მაშინ შესაბამისად არ ვიცი რამდენი მოსწავლე იქნება. შესაბამისად ჩავწერთ კითხვის ნიშანს. ამ შემთხვევაში ჩავწერ 1-იანს. ავტვირთავთ ჩვენ სურათს, რაც სავალდებულოა. აქ ყველა ველი, რომელსაც აქვს ფიფქი, სათაურთან არის აუცილებელი, ხოლო რომელსაც არ აქვს, არის არააუცილებელი. ხო, აქ კი მოცემული იქნება თქვენი ნიმუში, თქვენი განაცხადის ნიმუში. და თუ გსურთ, რომ სურათიც იხილოთ, სანამ განთავსდება, მაშინ შეგიძლიათ, რომ ერთ-ერთი ველი გამოტოვოთ და წარუმატებლად განათავსოთ თქვენი განაცხადი. ეს არავით არ პრობლემას არ შექმნის. ცოტა ხანი მოვიცადოთ, აიტვირთოს. აი, ნახეთ, ეს იქნება ჩემი სურათი, ჩემი პროფილი, რომელსაც მოსწავლე პირველად ნახავს, სანამ ჩემთან შემოვა, ჩემს გვერდზე გადმოვა. ახლა ჩავწეროთ ჩვენი მონაცემი და წარმატებით განვათავსოთ ჩვენი განაცხადი. თქვენი განაცხადი განთავსებულია. ჩვენი განაცხადი განთავსდა, გადაგვიყვანა შემდეგ გვერდზე და უკვე გვაჩვენა ჩვენი განაცხადი. შეხედეთ ამ განაცხადს, არის საკმაოდ მარტივი დიზაინით და ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაციით. აქ 58 წუთი შეცვალა რაღაცომღაც, ვერამ ამას გამოვასწორებ. დავაწვეთ დეტალურად, გადაგვიყვანს ამ პროფილზე და მოგცემს ამ მონაცემებს. მცხეთა, აი ნახეთ რუკაზე. ეს იქნება ჩემი ქუჩა. აი. აქ წერია კვალიფიკაცია, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია, როგორი შეფასებები მონიჭეს მოსწავლეებმა, სხვა მოსწავლეებმა, ჩემმა მოსწავლეებმა, ან სხვაებმა და აქ იქნება მსგავსი მასწავლებლების სექცია, სადაც ის მასწავლებლები იქნებიან ნაჩვენები, რომლებიც ემთხვევიან ჩემს საგანს და ჩემს ქალაქ ჩვენებს მსგავს მასწავლებლებს. ხოლო ამ გვერდზე თუ გადავალთ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი პროფილი უკვე განთავსებული იქნება, ხელმისაწვდომი იქნება. მადლობა, სულ ეს იყო, ასეთი მარტივია თქვენი განცხადების განთავსება, სულ 10 წუთი დაგჭირდებათ და შედეგი იქნება საკმაოდ საინტერესო და შედეგი იქნება ვიზუალურად ლამაზი, ინფორმაციის მხრივ. ინფორმაცია იქნება მარტივად ხელმისაწვდომი და თუ სურვილი გექნებათ, რომ განათავსოთ თქვენი განაცხადი ჩვენთან, მაშინ შეგიძლიათ მარტივად დაგვიკავშირდეთ, გაიაროთ იგივე პროცესი, რაც მე გავიარე ახლა და თქვენი სწავლების პროფილი განათავსოთ ჩვენ საიტზე.